ხეთას ჯიხა, ციხე. ხეთის ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე მდებარეობს სოფელ ხამისკურში, სენაკის ზუგდიდის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. მანძილი ხობიდან 11 კილომეტრია. მას ადგილობრივი მოსახლეობა ჯიხას უწოდებს. ისტორიული ცნობები ძალიან მწირია. ვახუშტი ბატონიშვილის სამეგრელოს მნიშვნელოვან ციხეთა შორის მასაც მოიხსენიებს. ფორმით მრგვალია, ზომით საკმაოდ დიდი. მისი შიდა ეზოს ფართობი დაახლოებით 4500 კვადრატული მეტრია. გალავანს შიგნიდან მიშენებული აქვს 3 დიდი ოთხკუთხა კოშკი, რომელთაგან ერთი ძლიერ დაზიანებულია. ციხისა და კოშკების სიმაღლე 8-10 მეტრს აღწევს. გალავანის კედლის სისქე 2 მეტრნახევრიდან 3 მეტრამდე აღწევს. ციხეს შემოსასვლელი ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან აქვს. აქ კოშკი გარედან ყოფილა მიდგმული, რომელიც საფუძვლამდეა დანგრეული. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი ძლიერ დაზიანებულია, ხოლო დასავლეთი საფუძვლამდეა დანგრეული. კოშკების კედლის სისქე 1,8 მეტრია. ჩრდილოეთის კოშკში შემორჩენილია მოზრდილი ზომის დამტვრეული ქვევრი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკში 5 ქვევრი ფიქსირდება. აღმოსავლეთით დაზიანებული სარკმელია, რომლის მარჯვენა მხარეს თაღედის კვალია დარჩენილი. სარკმლის ქვედა კედელი ორივე მხარეს შელესილია. ჩანს, აქ ნაგებობა იყო მიდგმული. შესაძლოა იგი ციხის სამლოცველო ყოფილიყო. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კოშკსა და კარიბჭეს შორის გალავანში გამართულია სათოფე ნიში. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში შეიმჩნევა გაურკვეველი ნაგებობის მინაშენის კვალი. კოშკები ძირითადად ნაგებია ადგილობრივი კირქვით, გამოყენებულია აგრეთვე დიდი ზომის რიყის ქვებიც. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად შესასვლელის კოშკში ნაშთები გამოვლინდა. ციხის გარეთ სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრში გამოდის წყარო. მიუხედავად ძლიერი დაზიანებისა, ციხე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.